თამარ ყველაშვილი. ფერზეა. ჟურუანტელმა დამიარა მოკლედ. ნიკა, ხოლმე შეგვაფასეთ. ჩვენი ოქროს ღილაკის. ოქროს ღილაკი. კიდე ერთი ისტორია უნდა მოვყვა. დღეს ეგეთი დღეა. ისტორია არ არის, ჩემი ამბავია. მე ძალიან მიყვარს მუსიკა, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს მუსიკის ერთი ჟანრი, შეიძლება თუ არა ჟანრი ეწოდეს, მიყვარს იავნანები. სოფლიოს ხალხთა იავნანები მაქვს ძალიან ბევრი მოსმენილი. და არის რამდენიმე განსაკუთრებით საყვარელი, ერთი უკრაინულია, მაგალითად ერთი თურქული და ეს იავნანა თამარ ჭოხონელიძის, თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით გონია რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამრიკოს, რომელიც ფენომენალურად ღერის ამ იავნანას. აი ყველას, რა ვიცი, აი რაც იმღერა ქალბატონმა თამრიკომ, იმის მერე ყველას რაღაცნაირად ყველას დედა გახდა, იმიტომ რომ ყველა რაღაცა მგონია რომ ყველა ამ მუსიკას, ამ იავნანას უმღერის თავის შვილს. ქალბატონი თამარის უპირატესობა იცით რა არის? ძალიან მაგარ მომღერლებთანაც. ის მღერის ამას თითქოს აი წინ იყოს მისი შვილი და მართლა აძინებდეს. ის ამას განიცდი და ბოლომდე. აი ეს არის ქალბატონი თამარის ყველაზე ძლიერი მხარე
არც მისი განსაკუთრებული უნარებია, რომელიც აუცილებლად აქვს და არც მისი მაღალი ტალანტები, რომელიც ასევე ძალიან მაღალი აქვს. მისი მთავარი უნარი არის იყოს გულწრფელი და გადმოსცეს საკუთარი ემოცია, აი პირველი ხელით მოგვაწოდოს ეს ემოცია და არაფერი მე დარწმუნებული ვარ, რომ ეკრანს მიღმაც ეს ძალიან კარგად ჩანდა. ეს არის თქვენი ძალა და არასდროს ამაზე უარი არ თქვათ. მე არ ვიცი ვინ მოიგებს ამ კონკურსს, ილუზიონისტები იქნებიან ეს თუ მომღერლები, მაგრამ თქვენ მე ესე ვფიქრობ, ეს კონკურსი შეიძლება მოიგოთ, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და თქვენი ქვეყნის, თქვენი ცხოვრების მთავარი გამარჯვება უკვე მიღწეულია თქვენს მიერ. ოჩახ, მე ვამაყობ თქვენით, როგორც ჩემი თანამოქალაქის და თანამემამულის, რომელსაც ამდენი ძალა აქვს და რომელსაც ამდენი გულწრფელობა აქვს და ამდენის მიღწევა შეუძლია მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სწორია. ოჩახ, ძალიან მაგარი ადამიანი ხართ. წარმატებას გისურვებთ ყველაფერში, რაც კი არსებობს. დიდი მადლობა. მაკა თამარ, ეს სიმღერა ჩემი შვილის სულ პირველი სიმღერაა. ის იყო რამდენიმე დღის, როცა გამოვიყვანეთ სამშობიაროდან და პირველი სიმღერა იყო მისი, რომელიც მოვასმენინეთ. მინდა გითხრათ, რომ თამარ ჭოხონელიძე არაჩვეულებრივად ასრულებს ამ იავნანას და მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი დღევანდელი შესრულება ამ სიმღერისა იყო აი ისეთივე შთამბეჭდავი და გრძნობიარე ჩემთვის, როგორც მე ვუსმენდი, როცა თამარმა შეასრულა ეს სიმღერა ჭოხონელიძემ. კიდევ დიდი მადლობა მინდა გითხრა თქვენ იმისთვის, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი ძალა ყველა იმ დედისთვის, რომლის შვილსაც რაღაცა ესეთი პრობლემა აქვს. თქვენ იმხელა ენერგიას აძლევთ ამ ადამიანებს. იმიტომ რომ აქ სხვადასხვაგვარად ხდება ხოლმე შეფასება. ზოგი სასოწარკვეთილებაში ახელებს ჩამოყრის, ზოგს დარდისგან ესა, ზოგი გაურკვევლობაში ძალიან ბევრ ემოციას იწვევს სხვადასხვაგვარს. თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან ისეთი ჯამრთელია, ისეთი ძლიერია, ისეთი იმედისმომცემი, რომ ამისთვის თქვენ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ დედის სახელით, ყველა იმ ქალის სახელით, ვისაც ამ ენერგიას თქვენ აძლევთ, აი თქვენი ასეთი ქმედებით. არაჩვეულებრივი ქალბატონი ხართ. დიდი მადლობა. ზალიკო თამარ, მე ნამდვილად არ ვიცი, როგორ გაგრძელდება თქვენი სასიმღერო კარიერა. ან გაგრძელდება თუ არა საერთოდ, ეს მარტო თქვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენს მთავარ ბრძოლაში გაიმარჯვებთ. რისთვისაც მოხვედით აქ, უპირველეს ყოვლისა და რისთვისაც დაიწყეთ ეს სიმღერა. სასწაულები თავისით არ ხდება. სასწაულებს ახდენენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ. და სიყვარული ახდენს ზოგადად სასწაულს. და თქვენში არის ეს სიყვარული სწორედ. თქვენ ხართ მაგალითი და ამ მაგალითით ვამაყობ მე. ჭოლა გისმენთ. მე ვეთანხმები ზალიკოს, რომ სასწაული არ ხდება თავისით. თქვენი არსებობა, თქვენი სიყვარული, თქვენი შვილისადმი უკვე სასწაულია და აუცილებლად მოახდენს სასწაულს. მახსენდება ავთანდილი რომ მღერის და ხეცებს რო აჯადოებს. ეს ჩვენ ქართულ შიგნით წვენაში არის ყოველს რომ მუსიკა მოახდენს სასწაულს და მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ერთ კარგი სპექტაკლი მთავრდებოდა, ისე დამთავრდება თქვენი ამბავი. ამ ჩვენ ზღაპარს აუცილებლად ექნება ბოლო კეთილი. დიდი მადლობა ჟიურის. მეც მინდა რომ ჩემი მხრივ დავამატო ერთი რამ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი თამარი ბევრი მშობელისთვის. ბატონო? ჩვენი ოქროს ღილაკია და
მაგრამ პირიქით, მარტო ძალიან ჩვენი ოქროს მიხარია. ღილაკობა ამას არ შველის სამწუხაროდ. ნამდვილად და ამისთვის ყველაფრისთვის არის ზარები საჭირო. მე ვთხოვ ყველა მაყურებელს ეხლავე მობილური ტელეფონები ნებისმიერი ქსელის აბონენტება, იმიტომ რომ თქვენს მაგივრად მე არ მომბეზდება ამის გამეორება, ვერავინ ვერ გადაწყვეტს და საერთოდ არაფერს არ აქვს აზრი. ეხლავე უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები, დაურეკოთ ქალბატონ თამარს ნომერზე 09300 აქვე მადლობას გადავუხდით თბილისის გუნდს ბაროკოს და ხელმძღვანელს გიორგი მარგველაშვილს. და გავალცილოს სცენიდან ხურვალი აპლოდისმენტები თამარ